შევეხებით საკვარცხლის ცისტებს თინეიჯერებში. ძალიან ხშირად ხვდები ხოლმე ესეთ პრობლემას. არა, იცით რა, მე ცისტა არა მაქვს, მე კისტა მაქვს. ანუ ხალხო გაიგეთ, რომ კისტა და ცისტა არის ერთი და იგივე. კისტა არის რუსულად, ცისტა არის ქართულად. საკვარცხლის ცისტები. ასე რომ თქვა, ქართულად ესეა და კისტი იაიჩნიკა რუსულად, რომელიც აღარ გვაინტერესებს. ასე რომ საკვარცხლის კისტებს ხვდებით თინეიჯერებში და ხშირად რატომღაც ხდება არის ხოლმე ამაზე ორჭოფობა და ფიქრი და ლაპარაკი ზოგიერთ კლინიკაში რომ გაკეთდეს თუ არა ოპერაცია. პრაქტიკულად 80-90%-ში ეს არ არის საოპერაციო კისტები. ამას ჩვენ ვეძახით რეტენციულ კეთილ კისტებს, ანუ მიდიან და მოდიან ციკლთან ერთად, როგორც კი ციკლი წამოვა დაიწყება ახალი ციკლი, ეს ცისტებიც ქრებიან. თინეიჯერებში განსაკუთრებით საფრთხილოა ამ ცისტებთან ურთიერთობა, რადგანაც ქალი, რომელიც ჯერ არ არის ქალიშვილია, ანუ ვირგო, არ არის სექსუალური ცხოვრება არ აქვს დაწყებული, მით უმეტეს ჯერ ბავშვებზეც ჯერ საუბარი არ არის, არავითარ შემთხვევაში ტყუილად ასეთი ხელაღებით მათთან ოპერაციული ჩარევა, თუნდაც ლაპარასკოპიით არის დაუშვებელი. არსებობს პარაოვარიალური ცისტები, განსაკუთრებით ხშირად ხვდები ხოლმე პარაოვარიალური ცისტები, რომელიც აღმოაჩნდებათ ხოლმე შემთხვევით ეხოსკოპიაზე თინეიჯერებს, უნდათ რატომღაც მათი ოპერაციული ჩარევით მოშორება. რა როცა ექიმი ამას აგიხსნის და გეუბნება, რომ საშიშია იმისთვის, ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, მშობელი მაშინვე თანხდება. გამორიცხულია ხალხო, პარაოვარიალური ცისტა არ საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას. არც follow-up-ი ჭირდება, ანუ დაკვირვება. შეუძლია რომ წელიწადში ერთხელ თუ ძალიან გინდათ მიიყვანოთ თქვენი შვილი და აჩვენოთ ეხოსკოპიაზე, ანუ იზრდება თუ არა ეს კისტა. საოპერაციო პარაოვარიალური ცისტა არის მხოლოდ, როდესაც იგი 5-7 სანტიმეტრის არის და დაკვირვების შედეგად ხედავთ რომ იზრდება, რომელიც ძალიან იშვიათად ხდება. რაც შეეხება საკვარცხლის ფოლიკულური ცისტები, ყვითელი სხეულის ცისტა, ეს არის რეტენციული ცისტები, ასევე ის მოითხოვს დაკვირვებას. მაგრამ ზოგჯერ არის გაუსაძლისი ტკივილი, შეტევითი ხასიათის ეწყება ბავშვს, ახალგაზრდას, თინეიჯერს და შეიძლება 12 წლის ბავშვსაც, როცა უკვე ციკლები ეწყება, ზოგჯერ არის ხოლმე რომ წარმოიქმნება ეს რეტენციული ცისტა, რომელიც გაუსაძლის ტკივილს იწვევს და სასწრაფოდ სამანტყოფოში მოხვდებიან თუ არა, შეიძლება გადაწყვიტოს იმ ქირურგმა ამ ოპერაციული ჩარევა. არავითარ შემთხვევაში როგორმე შეძელით რომ გადაამოწმოთ ან სხვა სამანტყოფოში, ან როგორმე დამიკავშირდეთ მე, ჩემ პირად ტელეფონზე შუაღამეც რო იყოს, მე მზად ვარ რომ ოღონდ პატარა ახალგაზრდა გოგონებს არ ჩაუტარდეთ არასწორი ოპერაცია, მზად ვარ ყველაფრისთვის გამაგვიძე და მე მოგცემთ რჩევას რა უნდა გაკეთო.